ყველას მოგესალმებით, დილო მშვიდობის ყველას, როგორ ხართ, ზვირფასებო. ხა არის ჩემთან 12-15 წუთი ზუსტად. მაღაზიაში ვიყავი, რაღაცები ვიყიდე, ცოტა რა. ბევრი არ გვიდოდა არაფერი, გავჩვენებთ მაგასაც. ეს არის 9 მაისი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ასევე ჩემი გარდაცვლილი ძმის დაბადების დღე. წელზე მეტია უკვე გასული, რაც გარდაიცვალა. და დღეს უნდა გამხდარიყო 42 წლის, სამწუხაროდ ვერ გახდა. კარგით, აღარ გვინდა ეხლა ამ თემაზე. ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ, გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. მადლობა გამოწერებისთვის და თბილი სიტყვებისთვის, ძალიან მახარებს თქვენი კომენტარების წაკითხვა. მინდა რომ პატარა ვიდეო ჩავწერო, მოგესალმოთ, მოგიკითხოთ დიდი სიტყვით და სიყვარულით, კარგები ხართ ძალიან. პოზიტივს ასხივებთ ჩემს მიმართ, რაც ძალიან მახარებს. დღევანდელ ვლოგში მინდა ვისაუბრო ბერძნებზე, ანუ იმაზე თუ როგორი ხალხია უმეტესობა მათგანი. რა თქმა უნდა, ყველას არ მომისაზრება, არიან კარგებიც, მაგრამ უმეტესობა არის წუწურაქი, ესე რომ ვთქვათ, ფული აქვთ, მაგრამ წუწუნი უყვართ. არიან ცივი ხალხი, მით უმეტეს ჩვენს მიმართ. რატომღაც ეგონათ, ეხლა აღარ გონიათ ესე, მაგრამ ადრე ფიქრობდნენ, სადღაც 2010-2011 წლებში მაგალითად მქონდა ეგეთი შემთხვევა, როდესაც ჩამოვედი პირველად 2010 წელს, მუშაობდი ბებოსთან, სადაც იყო თავის გოგო ცხოვრობდა და 2 შვილიშვილი. და სულ პირველად შევედი მაგათ ოჯახში. რა თქმა უნდა, ენა იმდენად კარგად არ ვიცოდი, მაგრამ სიტყვები მქონდა ნასწავლი საქართველოდან. მოკლედ, მაგ ოჯახზე მინდა მოგიყვეთ ესეთი რაღაც. ერთ დღეს, რატომღაც გონიათ, რომ ჩვენ რადგან ემიგრანტები, რადგან აქ ვართ სამუშაოდ წამოსულები, რატომღაც ეგონათ, რომ ჩვენ არაფერი გაგვაჩნია, ჩვენ ტყიდან ვართ გამოქცეულები თუ რაღაც მსგავსი, იმიტომ რომ ძალიან ისეთად მოგვიაზრებდნენ. მოგიყვანთ ერთ მაგალითს, თუნდაც ის, რომ არ იცოდნენ მეცინება. ფიქრობდნენ, რომ საერთოდ ტელევიზორი არ გქონდა ნანახი. არ ვიცოდით საერთოდ ტელევიზორის შესახებ. და ამას რატო ვიძახი, ახლა გეტყვით ზუსტად. როგორც უკვე გითხარით, 2010 წელს, სულ პირველად რო ჩამოვედი საბერძნეთში, ვიმუშავე ერთ ოჯახთან, ოღონდ ძალიან ცოტა ხანს, იმიტომ რომ წამოვედი იქიდან 2 კვირა ვიყავი და ვიღეთ ჩემი ხელფასი და წამოვედი. და რატო წამოვედი, ახლა გეტყვით. მოკლედ რომ თქვა, ძალიან ცუდ ოჯახში მოვხდი. სულ პირველად რომ ვიმუშავე აქ საბერძნეთში, იყო ბებიასთან მქონდა საქმე, ბებიასთან მუშაობდი და ბებიას ყავდა გოგო და 2 შვილი, გოგოები, ანუ შვილიშვილები, ბებიას. და ძალიან, ასე რომ ვთქვათ, ეს უფროსი ბავშვი 16 წლის მოზარდი, ძალიან ტუტუცი იყო, ძალიან გაუზდელი ბავშვი იყო. აი, მაგალითად, რომ როცა ვალაგებდი სახლს და სკამებს ავდგავდი მაგიდაზე, რომ კარგად დამესუფთავებინა იქაურობა და მომეწმინდა, ეს გოგო მოდიოდა სპეციალურად, ეს პატარა ლაწირაკი და სკამებს დაბლა მეყრიდა. აი, ესეთ რაღაცებს აკეთებდა, მოკლედ რა. უნდოდა რომ გამოვიყვანე მდგომარეობიდან და რაღაცა მექნა, არ ვიცი, ალბათ მაგას ფიქრობდა. მეორე ვარიანტი ის, რომ დედამის არ იცოდა დედამისმა უბრალოდ, რომ ჩვენ ტელევიზორიც გვაქვს სახლში
და არა მარტო ტელევიზორი, მოკლედ ესე რომ ვთქვათ. ასე პირველად რომ მივედი მაგათ ოჯახში და მიხსნეს ეს ქალი, რომ აი აქ არის შენი ოთახი, აი აქ არის ბებიეს ოთახი, აქ არის მაგალითად სამზარეულო და ტელევიზორზე მიმითითა, პატარა ტელევიზორი ჰქონდათ და ტელევიზორზე მეუბნება ესეთ რაღაცას, რომ თეონი, აქ საერთოდ საბერძნეთში თეონის მეძახიან, თეონი ეს არის ტელევიზორი, რომელიც შეგიძლია ჩართო და უყურო გადაცემებს, კინოებს და რაღაცებს და მე ესე გავშტერდი, გამიკვირდა, მეთქი ეს ქალი რას ეძახის და რატომღაც არ ეგონა, რომ ჩვენ საერთოდ ტელევიზორი არამც თუ ვიცოდით რა იყო, არამედ გქონდა ჩვეულებრივ. არ ვიცი რა ვეგონე ამ ქალს ტყიდან გამოქცეულები თუ რაღაც მსგავსი, მოკლედ ეგონა რომ არაფრის აზრზე არ ვიყავით ჩვენ მოკლედ. ესე რომ ვთქვათ, რახან აქ ჩამოვდივართ, რახან ემიგრანტები ვართ, რახან ესეთ დაბალ ხელფასებზე მუშაობთ, ეგონათ რომ ჩვენ არაფერი გაგვაჩნია. მაშინ იყო 600 евро, ყველაზე ბევრი, ეხლა მოიმატა რა თქმა უნდა ხელფასებმა. 2010 წელს დაახლოებით ეგრე იყო, 500-ც იყო, 600 ევროც იყო. და მივბრუნდი ამ გოგოს და ვეუბნები ესეთ რაღაცას, რომ თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ არ ვიცით ტელევიზორი რა არის თქო? და კიო, ესე მგონიაო. პირდაპირ მითხრა. გამოვიტანე ჩემი ტელეფონი და საერთოდ პირველ რიგში დავათვალიერებინე ის, თუ საცხოვრობთ თბილისში ჩვენი, რა თქმა უნდა, დავათვალიერებინე ჩვენი ბუნება. ამ სიმწვანეზე გაგიჟდა არ დაინახა, აქ ცხოვრობთ თქო, მე მეკითხება და კი თქო, აქ ცხოვრობთ თქო. და მერე ვაჩვენე ჩემი ბინა, სახლი, სადაც მე ცხოვრობდი და ვაჩვენე სპეციალურად ვაჩვენე, რა თქმა უნდა, ეს დიდი ტელევიზორი, რომელიც მე მედგა სახლში. და გაგიჟდა ამ ქალის რეაქცია დღესაც მახსოვს. გაკვირვებული იყურებოდა, ესო შენიაო და თქვენიაო და ხმა ვეღარ მოიყო, მოკლედ ესე რომ ვთქვა. ეგ მქონდა ერთადერთი შემთხვევა, რაც მე არ მომეწონა და ძალიან კაი საკადრეს პასუხი გავეცი, ისეთ პასუხი გავეცი, რომ საერთოდ ხმას ვერ იღებდა კაი ხანი. არ ვიცი იმ ქალმა დაიჯერა ბოლომდე თუ არ დაიჯერა, შეიძლება იფიქრა, რომ სხვა რაღაცას მაჩვენებსო, მაგრამ ეგ მაგათი პრობლემაა, არ მაინტერესებს. უბრალოდ მიკვირს ასეთი რაღაც, რომ რატომ გონივართ, ან რატომ ვეგონეთ, ესე რომ ვთქვათ, ტყიურები და ტყიდან გამოქცეულები, რომელსაც არაფერი გაგვაჩნია და რომლებსაც არაფერი გვინახავს, საერთოდ. და მსგავსი შეხება, ანუ მსგავსი სიტუაციები აღარ მქონია და თუ კიდე მქონდა, აუცილებლად ყველა მიიღებს ჩემგან საკადრის პასუხს, ესე რომ ვთქვათ. ეს მინდოდა მეთქვა, იმიტომ რომ გუშინ წინ პოსტი დავდე მაგის შესახებ, რომ ვიტყოდი და მაგიტომ გითხარით. კიდევ რა შეიძლება რომ გითხრათ? მოკლედ ფული აქვთ ბერძნებს, მაგრამ არ იციან რაში დახარჯოთ ჩემო კარგებო. აქვთ ფული, როგორ არ აქვთ. მაგრამ ესე რომ ვთქვათ, ჩემი საზრად გემოვნება არ აქვთ. რაღაც ისეთ უაზრობა რაღაცეებში ხარჯავენ ფულს, რომ აი რა ვიცი, რა გითხრათ რა. უყვართ გართობა, ზედმეტად საქმეს არ აკეთებენ, არ იწუხებენ თავს, უვლიან თავიან თავებს, რა თქმა უნდა, ჭამა უყვართ, სმა უყვართ, მაგრამ ისე არა როგორც ჩვენ, აი მაგალითად ჩვენ რო ვიცით ახალი წელი, სუფრა, საჭმელები, არა, აქ ეგრე არ იციან, აქ იციან უფრო ტკბილეული ახალ წელს. და ჩვენ რო ვიცით ესე საქართველოში, რომ ჯერ ჩვენ სახლში ხვდებით, მერე სხვაგან წავალთ სტუმრად და ასე შემდეგ, აქ არ იციან. უყვართ გართობა, როგორც უკვე გითხარით, ყოველ დღე, რა ვიცი, სულ ფულზე წუწუნებენ, ფული არ გვაქვს და ყოველ დღე კაფეებში და რესტორნებში სხედან. ოღონდ მართლა. მოკლედ რომ თქვა, ძალიან წუწუნა ხალხია რა. მოკლედ, აქ დავასრულებ ახლა მაგათ საუბარს. დღეს გვაქვს შემწვარი ბადრიჯანი.
პომიდრით და ხახვით. გაგიზიარებთ თქვენც. როგორ გავაკეთებ? ესენი მოვაჭერი. ხეთ როგორ ვაკეთებ? ოღონდ თავიდან არ ვიწყებთ, იმიტომ რომ არ გაიხსნას. შუა. ხეთ? შუა მხარე. ბოლომდე არ ჩავდივართ. ჩერდებით. აი ესე გავაკეთეთ. ეს უნდა შევწვა ახლა. ჯერ ტაფაზე. რომ ეს გაიხსნას უფრო კარგად და დარბილდება. დავჭროთ ხახვი, რომელსაც ჩავუძებ შიგნით ბადრიჯანს. ხახვი და პომიდორი. და ნიორი. ორი კვილი ნიორი მაქვს აქ. აი რა მწარია ეს ხახვი. და დამაწყებინებ ტირს. ერთო რა მწარე. ესე ნიორიც ესე ხლად დავჭრათ. ის დაახლოებით როგორ გაიხსნა ეს შუაზევის ხალტერი. მინდა რომ გაჩვენოთ როგორ დარბილდა. ცოტა შეჭრის დროს, აი აქ უნდა ჩავდო ახლა პომიდორი, ხახვი და ბოლოს ყველი. ესე დავჭერი პომიდორი, ხახვი და ნიორი. აი ეს ყველაფერი, ამ ყველაფრით უნდა გამოვტენო ჩვენი ბადრიჯნები, რომელიც წინასწარ შევწვი ტაფაზე ოდნავ, რომ ის შუაზე ჩაჭრილი რაც ჰქონდა ის გახსნილიყო და უფრო გაგიადვილდებათ მერე ამ ყველაფრის ჩალაგება. დარბილდა ჩვენი ბადრიჯნები, ცოტა გავაციოთ. ნახეთ როგორ დარბილდა. ეხლა ჩავაწყოთ ხახვი, ესე გავტენოთ. ერთსაც გაჩვენებთ როგორ ვაკეთებ და დანარჩენს მერე მე გავაკეთებ. მინდა რომ გაჩვენოთ, ანუ როგორ კეთდება. ისქით მივწევ. ეს აქეთ მხარეს ჩავუდე ხახვი, აქეთ მხარესაც ჩავუდეთ. ეხლა ხელებზე არაფერი არ დამიწეროთ, ვინმე ესეთი კომენტარი ძალიან გთხოვთ. დაბანილი მაქვს ხელები. ეხლა რეზინის იმეებით ვერ გავაკეთებ ახლა. ნახეთ? ეს ხახვი ჩავუდეთ ორივე მხარეს. ეხლა ჩავუწყოთ პომიდორი. ეს დარბილდა რომ შევწვი. ნახეთ? მეორე მხარესაც ჩავუდებ ერთსა პომიდორს. აი ესე. ვეცდები რომ ცოტა ბევრი ჩავდო, იმიტომ რომ მარტო ბადრიჯანი არ მივირთვათ მერე. ნახეთ? ეხლა აქეთ მხარესაც ესე ჩავუდებ. ეს რა შევწვოთ. და ნიორიც. ნიორი გემოვნების მიხედვით რა, ეხლა ვისაც არ გიდათ არ გავუკეთოთ ნიორი, მაგრამ ჩემი აზრით ნიორი კარგ გემოს მისცემს. პირველად ვაკეთებ ამას. არ გამიკეთები არასდროს. ნახეთ. და მგონი სასწაული გამოვა. ნუ ბადრიჯანზე მე თვითონ არ გიშდები. არ მიყვარს. მაგრამ მე მგონი რომ არ გამოვა ცუდი. ხედავთ ხო? ნიორი აქაც ჩავდოთ. ესე. ანუ ეცადეთ რომ
კარგად გახსნათ, ანუ უბრალოდ აი აქ ბოლომდე არ ჩაჭრათ. აი ნახეთ როგორ არის ჩაჭრილი. ეხლა ამას ესე გავაკეთებ დანარჩენსაც. გავამზადე უკვე, ახლა უნდა შევსვა დუხოვკაში და შევწვა. ნელ ცეცხლზე, სადღაც 180 გრადუსზე დაახლოებით 1 საათი, შეიძლება ცოტა მეტი დასჭირდეს, რომ შეიწვას. გამზადებულია, მოვაყარე გემოვნებით, რა თქმა უნდა, მარილი და პირპილი. დასჭირდება 1 ღვინის ჭიქა წყალი დაახლოებით. წყალი მოასხით, რომ ეს კარტოფილიც გამზადდეს. დავამატოთ ქინცი და შევსვათ დუხოვკაში შესაძლოდ. ესე დავრიცხე ჩემი სარეცხი. მიხტრელე მას ყვავილები. ამას ყვავილი გამოუვა ეხა მალე. ეს პიტნა. როგორ ხარ თქვენ? რა შვებით? ელია მას უყურეთ. დღეს ცხელა ჩვენთან. თან მაგრად. ეხლა არის საღამოს 8 სრულდება. Leopoldo. Może